მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში დაბრუნდა. პროკურატურამ ყოფილ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილს 4-დან 2 ბრალდება მოუხსნა. მას ბრალი ედებოდა თავდაცვის მინისტრობის პერიოდში სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, თუმცა ოქრუაშვილის მიმართ გრძელდება სასამართლო განხილვები კიდევ 3 საქმეზე. მათგან ერთ-ერთს იხილავს თბილისის სააპელაციო სასამართლო, რომელიც ქრთამის აღებას ეხება. პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე საქმეზე 10 იანვარს აპირებს ბრალდებაზე უარის თქმას, რაც ავტომატურად გამოიწვევს გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ 3 ეპიზოდზე სისხლისამართლებრივი დევნა შეწყვიტა. საქმე ეხება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებს. საქმეში არსებული მასალების ანალიზის შემდეგ მთავარი პროკურატურა მივიდა დასკვნამდე, რომ ზემოთხსენებულ საქმეებში არ მოიპოვება არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაულები. მთავარმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება და 2013 წლის 5 იანვარს ზემოხსენებულ ეპიზოდებზე ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა შეწყვიტა.